მოგესალმებით ეთერშია დასუტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ევროკომისიამ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს. მართველი პარტიის ცნობით დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველოს უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას გარდა იაპონიისა, ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს. დანაშაულის უკონტროლობით ყველაზე მძიმე ვითარება მექსიკასა და ვენესუელაში ფიქსირდება. თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით შეიძლება ფონს გავიდნენ, რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემს არავის ამის საშუალებას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ 4 ოქტომბერს დაანონსებული აქციის კომენტირებისას განაცხადა, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი ასეთი იდეა იხარშებოდა რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა ყოველ ჯერზე სამართალდამცველი უწყებები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და არავის აძლევდნენ ასეთი პროვოკაციების განხორციელების საშუალებას. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების ჩართულობას ამ საქმეში, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ასე უხეშად ეპყრობიან ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკრაინული უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლები. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართული ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ, განაცხადა ირაკლი ყობახიძემ. ევროკომისარ მარტა კოსის ვიზიტისას კავკასიაში საქართველო იგნორირებულია. ქართული ოცნების რეჟიმმა ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, საქართველოს იზოლაციის ფაქტს ჩეხეთის მიერ დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაც ადასტურებს. ასევე ის ფაქტი, რომ ჩეხეთმა დიპლომატიური პასპორტები გააუქმა საქართველოში, ესეც ნათელი დადასტურებაა რეალურად ამ საერთაშორისო იზოლაციის, რომელშიც რეჟიმი არის. დღეს საქართველოს მართავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. ეს პროცესები საერთაშორისო პარტნიორებისგან კიდევ უფრო გამკაცრდება. ჩვენ ველით, რომ სანქციების პაკეტები გავრცელდება ოჯახის წევრებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უწყობს რეჟიმს, განაცხადა ანა წითლიძემ. ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავიზო ვალდებულებების შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, შესაბამისი ზომა აჩერებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას. ჩემი შეთავაზებით ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავიზო ვალდებულებების შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ასეთ რეაგირებას ვახდენთ ადამიანის უფლებების უპატივცემულობაზე, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე. აღნიშნული ზომა საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას აჩერებს, წერს ლიპავსკი. კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მეგობარი აქტის მიღებაზე, ასევე საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს და საფრთხეებს, რასაც ხელისუფლების ჩინური და ირანული კავშირები საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან სანიკიძემ. ლევან სანიკიძის განცხადებით ტყუილია, რომ მეგობარი აქტის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. ვისაუბრეთ იმ ჩინურ და ირანულ კავშირებზე, რომლითაც ქართული ოცნება ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და დასავლურ მომავალს და ვგრძნობთ იმ პარტიულ მხარდაჭერას, რომელიც მთლიანად ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს, განაცხადა ლევან სანიკიძემ. მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებში იცოდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც შესწევთ უნარი ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ და ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარონ. საქართველო უნდა დაუბრუნდეს სტრატეგიულ პარტნიორობას შტატებთან, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში არსებობდა. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად. პრესამსახურის ინფორმაციით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი ლევან სანიკიძე კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ. პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე გიგა ბოკერია ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მასთან დაახლოებული პირების დაკავებას ეხმაურება. როგორც ბოკერია აღნიშნავს, ბოლო დროს გახშირებული დაკავებები ივანიშვილის გუნდში არსებულ კრიზისზე მიუთითებს. გრძელდება ივანიშვილის რეჟიმის ყოფილი თანამდებობის პირების და მათთან დაკავშირებული ადამიანების დაკავებები და რეჟიმის პროპაგანდის მიერ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათი სხვა დანაშაულების შესახებ. ამ ბრალდებების მიხედვით ისინი მხილებულნი არიან მაღალი დონის მასშტაბურ კორუფციაში და ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში. ეს ყველაფერი ღრმა კრიზისზე მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის შიგნით, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზით საზოგადოების მხრიდან მათი მორალური იზოლაცია და წნეხია. მათი პროპაგანდა გვეუბნება, რომ ამ დაკავებებით რეჟიმი კორუფციას ებრძვის, თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ეს დაკავებები მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ესა თუ ის თანამდებობის პირი ან ფრაქცია ივანიშვილის კეთილგანწყობას და თანამდებობებს დაკარგავს, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მითხარით ელენე ხოშტარიას ხელისუფლება აპატიმრებს თუ თვითონ იპატიმრებს თავის თავს. მას ციხეში ჯდომა სჭირდება. იცის რომ 4 ოქტომბერს არავითარი რევოლუცია არ იქნება, ამიტომ თავისი ჭკუით ძალიან ლამაზი გამოსავალი იპოვა. თავს შეაფარებს ციხეს და ამით გაიმართლებს თავს. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისივე თქმით მნიშვნელობა არ აქვს. ხოშტარია ციხეში იქნება თუ გარეთ. შარმანაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს ასეთი ტიპის ადამიანების არ ეშინია ცნობისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5,000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად პოლიტიკოსის საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს. ამისთვის კი მას 20 დღიანი ვადა განესაზღვრა. გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერიის ცნობით პროექტზე ადგილობრივი გამგეობა მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მუშაობდა. კახა კალაძემ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიისა და გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით პარალელურად ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული 3 სკვერის გამწვანების სამუშაოები. დედაქალაქში მანის მარკის 18 მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით ახალი ავტობუსების საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ გიორგი შარკოვთან და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროს ნინო ბაგაშვილთან ერთად წარუდგინა. როგორც მერმა აღნიშნა, 18 მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით მანის მარკის 201.18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თეგეტა ჰოლდინგს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ამერიკელ სენატორ ლინდსი გრემის ცნობით სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შიბანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდება. ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე შიბანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიის წინააღმდეგ დაწესებული დარჩენილი სანქციების მოხსნის საკითხს განიხილავს. ამასთან მომავალ კვირას ნიუ-იორკში სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შაარა ჩავადა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის 100 წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ხელი მოვაწერო კანონს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინას შორის 100 წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირებას ახდენს, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული 100 წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს. მთავრობის მიერ დაგეგმილი ბიუჯეტის შემცირების გამო საფრანგეთში პროფკავშირები გაიფიცნენ. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. გამოცემის ცნობით დილიდან საფრანგეთში მასწავლებლები, მძღოლები, ფარმაცევტები და ექიმები გაიფიცნენ, ხოლო მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტეს. მასშტაბური გაფიცვის გამო პარიზში მეტრო დღის განმავლობაში მუშაობას შეაჩერებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით დილიდან პოლიციამ უკვე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა. პროფკავშირები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს მიერ დაგეგმილი ბიუჯეტის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და საჯარო სერვისებისთვის დაფინანსების გაზრდას, მდიდრებზე მაღალი გადასახადების დაწესებასა და სახელმწიფო საპენსიო სისტემის არაპოპულარული ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ. სლოვაკეთი და უნგრეთი რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს ალტერნატიული წყაროების გარეშე არ შეამცირებენ. ინფორმაციას გამოცემა ბლუმბერგი ავრცელებს. სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრ დენისა საკოვას განცხადებით შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას იქამდე, სანამ ბრატისლავა რუსული ნავთობის იმპორტს შეწყვეტს. სანამ ამის ვალდებულება სრულად ავიღებთ, აუცილებელია, რომ შესაბამისი პირობები შეიქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკს ვქმნით, რომლითაც შეიძლება ჩვენს ეკონომიკასა და ინდუსტრიას სერიოზული ზიანი მივაყენოთ, განაცხადა სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა. მისი თქმით, ალტერნატიული მარშრუტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენებაა საჭირო. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს თუ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის ყიდვას შეწყვეტს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.